მოგესალმებით თქვენ მივესალმოთ სტუმრებს დღეს მოკლედ დიასპორის კომიტეტის მორიგი შეხვედრა გვაქვს სადაც დღის წესრიგით განსაზღვრულია ორი საკითხი ეს არის შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და მეორე ეს გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მეგობრებო, კვორუმი გვაქვს, ასე რომ დღის წესრიგი თხოვნა გვაქვს, რომ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. ჩვენ დღევანდელ კომიტეტს ასევე ესწრებიან თანამოხსენებლები ბატონი გიორგი ბუნტური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი. ესწრება ასევე თამთა ბაბუნაშვილი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი, ხოლო მთავარი მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს გვესწრებიან ასევე სტაჟიორები, მივესალმები და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ ყურადღებას იჩენთ ჩვენი კომიტეტის მიმართ. კეთილი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ კომიტეტი წლები აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებით შრომითი მიგრაციის სამმართველოსთან სხვადასხვა საკითხებზე, მაგალითად 2023 წელს სწორედ კომიტეტის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში. კეთილი, ბატონო გიორგი, გისმენთ? პირველ რიგში მოგესალმებით, კოლეგებო, მეგობრებო და ამ საზოგადოებას მივესალმები. პატევია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა საქართველოს პარლამენტში. საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე ყველა თანამედროვე გამოწვევიდან, რაც და გლობალური პროცესიდანაც დღეს სამყაროში მიმდინარეობს, ჩვენც ვერ გავემიჯნებით ამ პროცესებს მუდმივ, რა თქმა უნდა, და საქართველოს ნაწილია საქართველოს ამ პროცესების გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ერთ-ერთი მინდა გითხრათ გადაკვეთის წერტილიც გახდა ამ უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე ეს რა თქმა უნდა გლობალური პროცესებიდან გამომდინარეობს და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა დღევანდელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქართული სახელმწიფოსთვის და ფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას შესაბამისად უნდა უპასუხოთ ამისთვის ფიქრობთ ასევე თქვენთან ერთად ბუნებრივია მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შევეცდები რომ აი ამ პროცესებზე ამ მიმდინარე მოვლენებზე მოკლედ მოგითხროთ და შემდეგ რა თქმა უნდა მეც და ჩემი კოლეგაც ბატონი გიორგი შევეცდებით თქვენ კითხოს პასუხები გავსცეთ. გლობალიზაციისა და მის ფონზე მობილობის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით ადამიანებს მეტი საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, შეეხება განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მიგრანტების უდიდესი ნაწილი დასაქმების, განათლების და ოჯახის გაერთიანების გამო მიგრირებს საქართველოდან. შრომის ბაზარი, ისევე როგორც განათლების სექტორი, გლობალური გახდა მოგეხსენებათ და ადამიანებს დასაქმებისა და სწავლის უკეთესი პირობების გათვალისწინებით დროებითი თუ მუდმივი მიგრაციის შესახებ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ. ამ გლობალური მიგრაციული პროცესების მიღმა, როგორც აღნიშნე, არც საქართველოს დარჩენილა, საქართველოს შემთხვევაშიც ლეგალურ მიგრაციას, როგორც ემიგრაციას, ასევე იმიგრაციას, ზემოთ დასახელებული სამი ძირითადი მიზეზი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც შრომითი მიგრაცია არის ჩვენი აზრით. აქვე აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლებიდან საქართველოს ძირითადად ემიგრაციული ტიპის ქვეყანა იყო. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და საქართველოსთვის იმიგრაცია ერთ-ერთი დიდ გამოწვევად იქცა.
ასევე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მიმზიდველობის ზრდის კვალობაზე მოსალოდნელია საქართველოში უცხოელთა შემოდინების კიდევ უფრო მატება, მათ შორის დასაქმების მიზნით, რაც გაამწვავებს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას და მის თანმდებ ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს. ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება საკმაოდ დიდი რისკების შემცველია ჩვენი აზრით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ყოველივე მოაღნიშნული ადასტურებს, რომ საჭირო იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმა, დროებითი შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და ამ სფეროში სახელმწიფოს შორისო თანამშრომლობის გასანვითარებლად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში არსებული რისკების შემცირებას და პოზიტიური შედეგების ხელშეწყობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის ფონზე, რომ შრომითი მიგრაცია მსოფლიო მასშტაბებით კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ეს აქტუალურობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ოპერატიული ექსპერტული დახმარებით შეიმუშავა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონშეცვლებების პროექტი, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შეიქმნა და განვითარდა შრომითი მიგრაციის, ემიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, შეიქმნა და ამოქმედა საშუალო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმი, გაუმჯობესდა საშუალო კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის მექანიზმი, შეიქმნა და ამოქმედა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის ახალი მექანიზმი, ჩამოყალიბდა ადგილობრივი შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელებზე შრომითი ბინადრობის და საიმიგრაციო ვიზის მოპოვებისთვის სავალდებულო კრიტერიუმი გახდა შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დროებითი ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოთა შორისო თანამშრომლობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით დაწყებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოს შორისო თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიზნით ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან. ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სქემების შეთანხმების მიზნით, მათ შორის პოლიტიკური პროექტების განხორციელების გზით. დღეის მდგომარეობით მთავრობამ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოს შორისო თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების კუთხით, კერძოდ გაფორმებულია ხელშეკრულებები დროებითი შრომითი მიგრაციის მიმართულებით საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბულგარეთთან, ისრაელთან და რამდენიმე სახელმწიფოსთან. ბატონო ირაკლი, დღესაც მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით. ზოგადად პრობლემები ამ მიმართულებით არის ბევრი. მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად ხმაშეწყობილად და შეთანხმებულად ჩვენ უახლოეს მომავალში, როგორც აღნიშნე, მივიღებთ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ის ეგრეთ წოდებული ჩვენი მოსაზრებით ღია კარის პრინციპი, რომელიც აქამდე მოქმედებს საქართველოში უცხოეთიდან შემოსული აქ დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის, გარკვეულწილად უნდა გადაისინჯოს არსებული რისკებიდან გამომდინარე და ეს რისკები საკმაოდ ბევრია და მატულობს ყოველწლიურად. ჩვენ ავმოქმედეთ შესაბამისი აღრიცხვის სისტემა ქვეყანაში, სწორედ 23 წლის ცვლილებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, გვაქვს სრული სტატისტიკური მონაცემები იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ ლეგალური საშუალებებით ფიქრობენ ცხოვრების გაგრძელებას, შრომას, დასაქმებას. არსებობს მიმდინარე სტატისტიკაც ამ წლის არსებობს უკვე 23 წლიდან კანონმდებლობის ძალაში შესვლის დღიდან მოყოლებული შესაბამისი სტატისტიკა. მე შემიძლია ზოგადად
გითხრათ რამდენიმე ციფრი, აი 23 წლის 1 სექტემბრიდან 25 წლის 10 აპრილის ჩათვლით რეგისტრირებული ადგილობრივ დასაქმებელთან დასაქმებული 3440 შრომითი მიგრანტი. ბოდიშვიხდი 39440 ჩვენთან, ჩვენ სამინისტროში, ჩვენ ბაზაში. აქედან 2023 წლის 1 სექტემბრიდან 11 დეკემბრამდე დარეგისტრირდა 19721 შრომითი იმიგრანტი. 24 წელს დარეგისტრირდა 15455 შრომითი იმიგრანტი. მიმდინარე წელს 1 იანვრიდან 10 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა ჩვენ ბაზაში 4274 შრომითი იმიგრანტი. რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, შემოდიან, ასეთია ჩვენი მონაცემებით 152 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში არის შემოდინება და რა თქმა უნდა, გვაქვს პირველი ათეულიც რუსეთის ფედერაციიდან შემოსულია და ჩვენ ბაზებში დარეგისტრირებული ლეგალური გზით 10992 მოქალაქე, ბელარუსიდან 4387, თურქეთიდან 4260, ინდოეთიდან 3948, თურქმენეთიდან 3061, უკრაინიდან 2200, ოღონდ ეს არ შეგეშალოთ დევნილებში. ის სხვა კატეგორია, მაგაზეც შემიძლია გესაუბროთ. აზერბაიჯანიდან 2053, ჩინეთიდან 1634, ყაზახეთიდან 1357 და მიაქციეთ ყურადღება ათეულში ბოლო ადგილზეა ის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთავრობას და ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ძალიან ცუდი პოლიტიკური ქვენაგზნობით აკავშირებენ ხოლმე ირანის ისლამურ რესპუბლიკას გულისხმობ, ხოლო 1010 მოქალაქეა შემოსული და გახსოვთ თქვენ პოლიტიკოსების წამოძახილი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თითქოს აქ გვაქვს უმჭიდროვესი კონტაქტები. ბატონ გიორგი, რო დაუზეს ჯამი მთლიანად შედის იმ 39000. დიახ. ეს იყო ჩაშლილად. კი. პროცენტულად პროცენტებიც არის და ანგარიშებული. წელს რაც შეეხება 25 ხო, სულ 152 ქვეყანა არის და ეს ტოპ-10 ჩამოგითვალეთ მე. რაც შეეხება წლევანდელ მონაცემს, აქ ინდოეთია პირველ ადგილზე 27.9%-ით, რაც მოიცავს 760 მოქალაქეს ამ ქვეყნიდან შემოსულს, შემდეგ 11.1%-ია რუსეთის ფედერაცია 653, თურქეთი 10.8%, 458, თურქმენეთი 417, ბელარუსი 287, ყაზახეთი 287, უკრაინა 270, აზერბაიჯანი 199, ჩინეთი 155, ირანი ლეგალურად არის. კი ბატონო, კი. დასაქმებული, რა თქმა უნდა, კომპანიები მოგმართავენ ჩვენ, არეგისტრირებენ ოფიციალურად ამ ადამიანებს, როგორც მათთან მომუშავე ადამიანებს და შესაბამისი სამმართველო ამაზე ბატონი გიორგი უკვე დეტალურად მოგითხრობთ. მექანიზმების თაობაზე არეგისტრირებს და ამ ადამიანებს აქვთ აქ ლეგალურად შრომის უფლება. ხას უსვავ ლეგალურად, მაგრამ რა თქმა უნდა ქვეყანაში ყავს შესაბამისად არალეგალურად მომუშავე ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, რა თქმა უნდა და ამგვარი პრობლემა უდგას მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, შეერთებულ შტატებსაც და ასე შემდეგ, ისე რომ ეს არის გლობალური პრობლემა, რომელსაც ვერ ვიტყვი რომ უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ რომლის წინაშე ხელჩამოშვებულები არ უნდა ვიყოთ და ეს მიგრაციული პროცესები უნდა აკონტროლოს სახელმწიფო ჩვენი ღრმარწმენით და აქ რა თქმა უნდა შესაბამისი სტანდარტები იქნება შესამუშავებელი და დასამკვიდრებელი ცხოვრებაში. ჩვენ რა თქმა უნდა ღია შრომითი ბაზრის მომხრეები ვართ და დავრჩებით ასეთებად. ცოდნას, გამოცდილებას გავიზიარებთ
ნებისმიერი ქვეყნიდან წამოსულს ბუნებრივია. მაგრამ რა თქმა უნდა ის სტანდარტები, რომელიც მათ შორის სხვათა შორის მინდა გითხრათ ევროკავშირში არსებობს, უნდა დამკვიდრეს ჩვენთანაც და ვფიქრობ ამ მიმართულებით თქვენთან ერთად შემდგომში ნაბიჯებს გადავთქვამთ. მადლობთ, ეს იყო დიდი მადლობა, ეს იყო პირველ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები თუ არის ბრძანეთ და მეც შემდეგ უკვე მეორე საკითხსაც გადავიდე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ტევად ინფორმაციის მოწოდებისთვის, ბატონო გიორგი. აგერ აქ თქვენს მიერ დარიგებულ დოკუმენტაციაში, სადაც ანგარიშია წარმოდგენილი, არის ესეთი ციფრები, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 15-20 წლისთვის უცხოელებზე გაცემული იქნა 33942 შრომითი ბინადრობის ნებართვა. ამ დროს ჩვენ სტატისტიკა არ გქონდა, ხო? რაღაცა სხვა 23 წლიდან ვაწარმოებთ სტატისტიკას. ეხლა დღევანდელი მონაცემები ამ მონაცემების დაემატა და გაერთიანებულია თუ აქ არის 33942 ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა მაქვს ესეთი ხო მონაცემების სტატისტიკის გაკეთების შემდეგ 23 წლის ცვლილებების შემდეგ ესენი გაერთიანებული არის თუ არა იმაში და რა ბმა აქვს ამ ორ ციფრს ეს ერთი კითხვა და მეორე აი ეს ვინც ჩვენთან არის დასაქმებული ლეგალურად მოვიდა და ლეგალურად ყავს აღრიცხული სტატისტიკას რა ინფორმაციას ფლობთ არალეგალური ადამიანების შესახებ, რომლებიც დასაქმებული არიან, ან არ არიან დასაქმებული და შემოსულები არიან საქართველოში. რა მექანიზმი გვაქვს ამ ინფორმაციის შესახებ, ამ სტატისტიკასთან დაკავშირებით და თუ არა გვაქვს, რას გვეგმავთ იმისთვის, რომ უფრო სრულფასოვანი ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან გახშირდა გლოვოში და ტაქსებში არა ქართველი ადამიანების მუშაობა და ძალიან ძნელია იმის გარკვევაც ისინი ოფიციალურად არიან ამის უფლების მქონე თუ არა. მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ ილია. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. მეც დაახლოებით იგივე მიმართულებით კითხვა მაქვს, რა განსხვავებაა ლეგალურს და არალეგალურს შორის პროცენტული დაახლოებით თუ გვაქვს ეგეთი ინფორმაცია. და მაინტერესებს ოფიციალურად ვინც რეგისტრირდებიან, რა ბენეფიტებია და რას აძლევს მათ, რომ ისინი დარეგისტრირდნენ ოფიციალურად, რა პრივილეგიები აქვთ ამისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოდგენა შეგვექმნას არალეგალურებს, რამდენად სჭირდებათ ლეგალურად რეგისტრაციის გავლა იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. მადლობთ, ბატონ ზაზა. მადლობა ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. შეკითხვა მაქვს ასეთი თქვენთან როგორც ვიცით საქართველოს დაახლოებით 50 ქვეყანაზე ცოტა მეტმა აქვს უვიზო მიმოსვლა. თქვენ ბრძანეთ რომ 152 ქვეყნის წარმომადგენელს გააჩნია დღეს შრომის უფლება საქართველოში და აქვს შრომის ვიზა. ეს ადამიანები შემოდიან ვიზის საფუძველზე და შემდეგ საქმდებიან თუ წინასწარიცემა და როგორ არის მათი უფლებები. და მეორე შეკითხვა თქვენ ბრძანეთ რომ ბოლო პრაქტიკულად წელიწად ნახევარში 39440 მიგრანტი დაფიქსირდა. წელიწად ნახევარში დაახლოებით ეს ერთ-ერთი ციფრი იყო. ბატონო? ახალი ცვლილებების შესვლიდან, დიახ, იმის შესვლიდან, ხო, ნუ რო გამოვთვალე ესია დაახლოებით და ეს ობიექტური რეალური ციფრია, რაც აღრიცხულია, რეალური ციფრი რა არის, როგორ თვლით, გვაქვს თუ არა ამის ინფორმაცია, როგორც ვიცით დეველოპერებში დასაქმება თითქმის 70-80% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიდის დღეს საქართველოში, რამდენად რეალურია ეს ციფრი რეალურ შემოსულ ადამიანებთან შეფარდებაში. დიდი მადლობა. მეც დავამატებ რამდენიმე კითხვას. პირველი, ჩვენ 20-23 წლის შემდეგ იმ ცვლილებების შემდეგ უკვე სახელმწიფომ აიღო მონიტორინგის უფლება მოსილება, ხო? და მე მაინტერესებს, მათ შორის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრატორი, ხო, რეგისტრაცია. რამდენად ხშირად ხდება ეს განახლება ეს ერთი ამ ინფორმაციის და მეორე ჩვენ რომ ვალდებულება ავიღეთ სახელმწიფო მონიტორინგზე იმ კომპანიებს მიერ, ვისაც გადაყავთ, ხო, ეს უცხოეთში რა საქმეებენ.
იქ რა დარღვევები იყო და დღეს რა მონაცემები გვაქვს? აი, თქვათ იყო სიტყვაზე 100 და აი დარღვევის შედეგად გამოვაკლდა და რაღაცა. ესეთ სტატისტიკა რომ მოგცეთ. კეთილი, დიდი მადლობა. თუ რამე ხო არ გინდა დაამატეთ? ერთშევი გითხრით თუ შეიძლება. აი, თქვენ ძანეთ ბატონო გიერო, თქვენ არძლევთ ნებართვას, ხო? მაქსიმალურია და რამხელა ნებართვის მიცემის. 1 წელი, 2 წელი. ხო, დიახ, ხანძლეობა. და ერთ კითხვას დავამატებ თუ შეიძლება. გამოჩნდა კომპანიები საზღვარგარეთ, რომლებიც აგროვებენ სამუშაო ადგილებისთვის საქართველოში წარმოსაყვანად. თუ გვაქვს ოფიციალურად ეს კომპანიები ინტერნეტში არიან დარეგისტრირებულები და სთავაზობენ თავიანთ მოსახლეობას საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლას. ესეთი რაღაცა გამიგეთ. თუ გქონიათ თქვენ ესეთი შემთხვევა, სთან ადგილი გამოცდილება თუ გაქვთ ამის მიმართ. კი. საწყისად მე შევეცდები რამდენიმე კითხავს პასუხი გავცე და შემდეგ ჩემი კოლეგა გააგრძელებს. რომელსაც საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციაც აქვს წარმოდგენილი, ეს პრეზენტაციაც პრინციპში ბევრ თქვენ კითხვას უპასუხებს. ერთი რაც თვალშისაცემია და მინდა გითხრათ გულწრფელად, ბევრი ადამიანი ამ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გადაიხვეწა ჩვენი ქვეყნიდან სამწუხაროდ. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ეს თვალშისაცემია, უამრავი სამუშაო ადგილი იქნება, იხსნება ახალი ბიზნესები, ამ ბიზნესებს სჭირდება კადრი, კვალიფიციური და არა მხოლოდ არ ვაკნინებ არავის რომას ჩვეულებრივი მუშა, ასე ვთქვათ. სჭირდებათ კვალიფიციური კადრები უამრავ სფეროში და ქვეყანა უკვე ნელ-ნელა შედის ძალიან დიდ დეფიციტში ამ კადრების. ეს უკვე თვალშისაცემია ბევრი მიმართულებით. და ეს საკადრო შიმშილი, რომელიც უკვე ნელ-ნელა ძალას იკრებს, ამას რაღაცნაირად ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ. მე შემიძლია ესე გითხრა ძალიან მოუხეშავად, ასე ვთქვათ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ადგილს ღიაში რომით ბაზარზე იკავებენ უცხოეთიდან შემოსული ადამიანები და არა მხოლოდ გლოვოში, ვოლტში და ტაქსის მსხოლებად. ეს კიდევ ნაკლები პრობლემა იქნებოდა, რო არა უფრო გლობალური, უფრო ყოვლისმომცველი პროცესები, რომელიც ზოგადად დაწყებულია რეგიონშიც და ჩვენთანაც და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მოვლენებს რაღაცა საშუალებით წინ უნდა აღუდგეთ. რა თქმა უნდა, ლეგალური საშუალებებით, ისეთ საშუალებებით, რომელიც მათ შორის აპრობირებულია, დამკვიდრებულია სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იმ სივრცეში, რომლისკენაც ჩვენ უკვე მრავალი წელია მივისწრაფეთ, მე ევროკავშირს გულისხმობ. ჩვენ გვაქვს ასოცირების დღის წესრიგი, ამ მიმართულებით გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საშინაო ეგრეთ წოდებული დავალებად შესასრულები, მათ შორის ამ მიმართულებითაც და თუ გვინდა რომ შესაბამისად ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ის ძალიან მკაცრი სტანდარტები, რომელიც ევროკავშირის სივრცეში მოქმედებს მიგრაციული პროცესების გაკონტროლებასთან დაკავშირებით, ჩვენთანაც დავამკვიდროთ. ეს არ იქნება მარტივი, ეს იქნება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იმ უცხოელებისთვის, რომლებიც აქ დღეს შემოდიან. ასევე მინდა გითხრათ, რომ კი ჩვენ რაღაც ნაწილს ვაკონტროლებთ, რა თქმა უნდა, აქ დასაქმებული ადამიანების, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ, ბუნებრივია და აი ეს სწორედ ეს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, რომლებთანაც არ დაგიმალავთ, მიმდინარეობს უკვე ძალიან აქტიური კონსულტაციები, გვინდა ამოვავსოთ. ეს არის ჩვენი უფლება, როგორც სახელმწიფოსი და ამაში ვერავინ ვერ დაგვძრახავს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი შრომითი ბაზარი, ჩვენი მოქალაქეების უფლებები, საქართველოს მოქალაქეების გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პატივიცეთ ყველა შრომას, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შესაბამისი მექანიზმებით უნდა ჩავერიოთ. დანარჩენს, ბატონი გიორგი ყველა კითხვაზე გიპასუხებთ და ეს პრეზენტაციაც გარკვეულწილად გასცემს თქვენ კითხვის პასუხს. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ გიორგი.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. თქვენის ნებართვით პრეზენტაციას დავიწყებ, იმიტომ რომ ყველა კითხვა მონიშნული მაქვს, მაგრამ დიდ წილს პრეზენტაცია პირდაპირ უპასუხებს და მეტი თვალსაჩინოებისთვისაც ჯობია რომ პრეზენტაციას მივყვეთ და რა თქმა უნდა ყველა ის კითხვა რომელიც მონიშნულია და პრეზენტაციით ვერ უპასუხებს, პრეზენტაციის ბოლოს დამატებით კიდე გავცემ პასუხს. ბატონმა გიორგიმ საკმაოდ დეტალურად ისაუბრა მიგრაციის მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში და მასთან გამკლავების საჭიროებაზე, ამიტომ ამაზე მე ბევრ დროს აღარ წაგართმევთ და ამიტომ პირდაპირ საქართველოს კონტექსტზე ვისაუბრებ აღნიშნული მიმართულებით, რა პოლიტიკა გვაქვს საქართველოში შრომითი მიგრაციის მართვასთან დაკავშირებით, რა ვითარება გვაქვს, რა გვქონდა 23 წელს განხორციელებულ ცვლილებებამდე ამ სფეროს რეგულირების კუთხით და რამდენი დადებითი ბენეფიტი, ესე ვიტყოდი, მოიტანა აღნიშნულმა ცვლილებებმა 23 წლის შემდგომ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სტატისტიკის და მონაცემების შეგროვების კუთხით, რაც იყო თქვენი შეკითხვა. ზოგადად ამას, რა თქმა უნდა, ბევრი მოსჯელობა არ ჭირდება, რომ საქართველოს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ზოგადად მიგრაციული ტიპის ქვეყანაა, თუმცა აქ ერთადერთი გასათვალისწინებელი ისაა, რომ პირობითად თუ 90-იან წლებში საქართველოს მაინც ემიგრაციული ტიპის ქვეყანა ითვლებოდა და ძირითადად ჩვენი მოქალაქეები გადიოდნენ საქართველოსდან, ბოლო 10 წლეულია შეიძლება თამამად ითქვას, რომ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და პრაქტიკულად უკვე იმიგრაციის წილი საქართველოში იმდენად გაზრდილია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ემიგრაციის ციფრებს ჭარბობს კიდეც. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩვენი მხრიდან ჭირდებოდა სწორი პოლიტიკის დაგეგმა, სწორი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რათა ამ ყველა გამოწვევისთვის რეალურად გვეპასუხა. აი აქ თქვენ სლაიდზე ხედავთ იმ ძირითად მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც საქართველოში 23 წლამდე რითიც საქართველოში შრომითი მიგრაციის საკითხები რეგულირდებოდა. აქ ხაზ გაუსმევ, რომ 2013 წლამდე საერთოდ საქართველოში აღნიშნული მიმართულებით, ანუ შრომითი მიგრაციის მიმართულებით, საერთოდ პოლიტიკის დოკუმენტიც კი არ არსებობდა. პირველად 2013 წელს შეიქმნა სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა გაიწერა და 2015 წელი იყო, როდესაც პირველად შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი შეიქმნა და შევიდა ძალაში, რითიც გარკვეული საკითხები დარეგულირდა, თუმცა იმ პერიოდისთვის ეს კანონი საკმაოდ მშრალი იყო, საერთოდ იმიგრაციის ნაწილს საერთოდ არ არეგულირებდა, მხოლოდ ემიგრაციის ნაწილზე, ანუ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებაზე საუბრობდა, თუმცა იმ პერიოდში პარალელურად გახსოვთ, რომ აქტიურად მუშაობდით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ამიტომ იმიგრაციის რეგულირება საკმაოდ მნიშვნელოვანი და კრიტიკული საკითხი იყო, ამიტომ იმ პერიოდში ეს საკითხები დარეგულირებულ იქნა მთავრობის დადგენილებით ნომერი 417, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდისთვის ეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ნამდვილად ვერ პასუხობდა უკვე დამდგარ რეალურ დღის წესრიგს და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა. ამაზე მეტყველებს სწორედ ის სტატისტიკა, რაზეც აქ იყო საუბარი, რომ იმ პერიოდისთვის პრაქტიკულად ჩვენ აღმასრულებელ სახელმწიფო უწყებას, რომელიც პასუხისმგებელი იყო შრომითი მიგრაციის მართვაზე და შესაბამის მონაცემების შეგროვებაზე, პრაქტიკულად არ გქონდა სამწუხაროდ სამართლებრივი მექანიზმები იმის, რომ რეალურად ჩვენ ეს სფერო დაგვერეგულირებინა და ციფრები შევეგროვებინა. აი სტატისტიკა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ამ სლაიდზე ჩანს ზუსტად კარგად, რომ შედარებისთვის გქონდა გაკეთებული. პირობითად იცით, რომ თქვენ სერვისების განვითარების სააგენტო პასუხისმგებელი არის საქართველოში უცხოელებზე შესაბამისი ბინადრობის ნებართვების გაცემაზე. ერთ-ერთი ბინადრობის სახეობაა შრომითი ბინადრობა, რომელიც გაიცემა იმ ადამიანებზე, ვინც სამუშაოდ ჩამოდიან საქართველოში. აქაც თავისი გამოწვევებია, ბატონმა ზაზამ ის უვიზო მიმოსვლის ქვეყნებზე გაუცვა ხაზი და აქაც გავამახვილებ მე ყურადღებას. თუმცა ის სტატისტიკაც კი, ანუ ამას ატოვებ ხაზს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც უვიზოდ შემოდიან ჩვენთან, შე შემთხვევაში აღარ მიმართავენ ბინადრობას და შესაბამისად იმ სტატისტიკაში ვერ ხვდებიან. და იმ პერიოდისთვის შედარებისთვის ქონდა გაკეთებული, ანუ 2015-20 წელი აღებული გვაქვს, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როცა რეალურად ჩვენი კანონის აღსრულება მიმდინარეობდა აქტიურად, ანუ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს გულისხმობ. და ბინადრობის ნებართვები იყო იმ პერიოდში დაახლოებით 34,000 გაცემული შრომითი ბინადრობა. ლოგიკურად ყველა ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო იმ პერიოდისთვის ჩვენთან სამინისტროში აღრიცხული. თუმცა სამწუხარო რეალობა გქონდა ის, რომ
2020 წლამდე დაახლოებით 700 უცხოელი იყო მხოლოდ ჯამში. 700 უცხოელი იყო იმ პერიოდისთვის 8 წლის განმავლობაში მხოლოდ სამინისტროში მოხვედრილი. მე ეს ციფრები 20-დან 22-მდე კიდევ გაიზარდა, იმიტომ რომ ეს ის პერიოდი იყო. ბატონმა ირაკლიმაც ახსენა, რომ ჩვენ უკვე აქტიურად მუშაობდით ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე. ეს რა თქმა უნდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და ბევრმა კომპანიამ რო გაიგო, რომ გარკვეულწილად კაცრდებოდა რეგულაციები ამ კუთხით, გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაიწყეს, ცოტა გაიზარდა ციფრი და პირობითად 15 წლიდან 23 წლის 1 სექტემბრამდე ციფრები რო ავიღოთ, დაახლოებით 3000-მდე უცხოელზე გქონდა მარტო მონაცემი, თუმცა იქ კიდე ცალკე გამოწვევები იყო ძალიან ბევრი. ამიტომ ეს ციფრები რეალურად მეტყველებდა იმაზე, რომ რეალურად არსებული კანონმდებლობა და არსებული მარეგულირებელი მექანიზმები საჭიროებდა გადახედვას და საბედნიეროდ სახანგრძლივი მუშაობის შედეგად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოს პარლამენტთან, რა თქმა უნდა, ჩვენ შევიმუშავეთ ცვლილებების პროექტი შრომით იმიგრაციის შესახებ კანონში და უკვე 1 სექტემბერს აღნიშნული ცვლილებები შევიდა ძალაში. რითაც საკმაოდ ბატონმა გიორგიმ უკვე ისაუბრა, ძალიან ბევრი ქმედითი მექანიზმი შეიქმნა უკვე შრომით იმიგრაციის რეგულირების კუთხით, როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის მიმართულებით. ხა ცოტა შორს არის, შეიძლება ვერ ხედავთ. თუმცა ძალიან კარგი, მაშინ მანდ თუ გაქვთ აქ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ცვლილებები ხო რაღაც შრიალებს ეს ცვლილებები ეყნობოდა არა მხოლოდ ჩვენს მიერ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, არამედ ძალიან ბევრი თამდევი კვლევა ჩავატარეთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. გამოვყოფთი მაგალითად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც გაეროს ქვე სტრუქტურა არის და მსოფლიოში პრაქტიკულად ყველაზე დიდი ორგანიზაცია ამ მიმართულებით, მისი დახმარებით რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ აღნიშნულ საკითხებზე. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ეგრეთ წოდებული ICMPD, ამ კომიტეტთანაც საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს, ვიცი რომ იცით ეს ორგანიზაცია, მათი დახმარებითაც რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. შესაბამისად, ანუ ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დაგვედო პროდუქტი, რომელიც გარკვეულწილად შექმნიდა ჩარჩოს და ნუ შესაბამისად 23 წლის 1 სექტემბრიდან შეიქმნა უკვე როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის კუთხით შესაბამისი მექანიზმები. ყველაზე მნიშვნელოვნად გამოვყოფდი, არაერთხელ გაესვა დღეს უკვე ხაზი შრომით იმიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნას და განვითარებას, რომელიც რეალურად უნიკალური მექანიზმი არის და რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში აღნიშნული პროცესების დიჯიტალიზაციას და გარკვეულწილად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის მექანიზმს და გარკვეული ქმედითუნარიანი მექანიზმების შექმნას. შესაბამისად აღნიშნული სისტემა უკვე აერთიანებს თავის თავში როგორც ემიგრაციის კუთხით მარეგულირებელ მექანიზმებს, ისე იმიგრაციის კუთხით მარეგულირებელ მექანიზმებს. რას გულისხმობ? ბატონ ირაკლის კითხვაც იყო, რატო ამახვილებ, რომ პარალელურად კითხვებსაც პასუხობს ჩემი პრეზენტაცია. კომპანიებიო, რომლებიც რეგულირებას ექვემდებარებიან ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ესენი არიან ის საშუალო ეგრეთ წოდებული საშუალომავლო კომპანიები, რომელთა საქმიანობას და ეს საშუალომავლო კომპანიაში მოიაზრება როგორც კომპანიები, ასევე თუნდაც ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას. რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებითაც სრულდებოდა აღნიშნული კომპანიების მხრიდან ურთიერთობა ჩვენ მოქალაქეებთან. ამიტომ საჭირო იყო ამ სფეროს გარკვეულწილად კაცრად რეგულირება, ბოდიში ამ სიტყვისთვის და შესაბამისად აღნიშნული ცვლილებებით აღნიშნული საქმიანობა გახდა რეგულირებადი საქმიანობა და თუ რომელიმე კომპანიას ან ფიზიკურ პირს უკვე 23 წლის 1 სექტემბრის შემდგომ სურს, რომ აღნიშნული მიმართულებით იმუშაოს, ვალდებულია რომ მოიპოვოს შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიცირებას აქვს თავისი საკმაოდ რთულს არ დავარქმევდი, მაგრამ შრომატევადი, ესე ვიტყოდი,
პროცედურები, რაც უნდა დააკმაყოფილოს აუცილებლად კომპანიამ იმისთვის, რომ მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. აი აქ სლაიდზე არის ჩამონათვალი თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს, მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის შესაბამის ფართს უნდა ფლობდეს ან საკუთრებაში, ან მოხმარების უფლებით, ფართთან მიმართებაში ზოგადი სტანდარტები ვრცელდება აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში, ეს არის რა თქმა უნდა დავალიანება არ უნდა კონდეს, ყადაღა არ უნდა ედოს კომპანიას და სტანდარტული ისინი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ერთ-ერთი არის, რასაც გავამახვილებდი ყურადღებას, ეს არის ეგრეთ წოდებული ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც არის გარკვეულწილად დაზღვევის ტიპის დოკუმენტი, რომელი მექანიზმის ჩვენ გარკვეულწილად გვაძლევს იმ გარანტიის მექანიზმის შექმნას, რომ პირობითად თუ რაიმე პირობა იქნება აღნიშნული კომპანიების მხრიდან აღებული ვალდებულება, ასე ვიტყოდი, დაირღვევა ჩვენ მოქალაქესთან მიმართებაში, სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მხისიერ ანაზღაურებას იმ მიყენებული ზიანის, რომელიც მიადგება ჩვენ მოქალაქეს აღნიშნული კომპანიის მხრიდან. შეიძლება ჩავერთო ხოლმე, რომ მე შორს არ დავიდეთ კითხვები რო დავსახო. ეს ანაზღაურება ფულად ჯარიმად გამოიხატება თუ იმ ვალდებულებისგან გამომდინარეობს ამ კომპანიების, რომლებიც იღებენ თავის თავზე ამ ვალდებულებას და ერთი კითხვა მე რო შორს არ გავწდეთ ამ თემას, ამ კანონის გააქტიურებიდან რამდენი კომპანია დარეგისტრირდა ამ ლიცენზიის ასაღებად და დღეს რა სურათი გვაქვს ამის გარშემო, ესეც მაინტერესებს. ბატონო. ნახეთ, ეს ვალდებულების შესრულების გარანტია არის სწორედ თუ კომპანიის მხრიდან აღებული, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება, იმიტომ რომ კანონი ამავდროულად ავალდებულებს ამ კომპანიებს, რომ იყოს გაფორმებული სამუშაოს მაძიებელსა და ამ კომპანიას შორის დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია დეტალურად რა ვალდებულებებს იღებს ეს კომპანია ამ პირის მიმართ და თუ ამ პირობიდან რომელიმე იქნება დარღვეული, ფულადი ანაზღაურება ხდება. ეს არის ეს ვალდებულების შესრულების დოკუმენტი, წლიური 50,000 ლარიანი დაზღვევის დოკუმენტია, ასე ვთქვათ. ეს არის მყისიერი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, თუ იქ სხვა დანაშაული იყო და შესაბამისად სასამართლოს მიმართეს, ის მერე უკვე ჩვეულებრივ იყო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის უფლება სასამართლო წესით რაც შეეხება სერტიფიცირება დარღვევა არ ყოფილა საბედნიეროდ დღემდე არც ერთი, რაც ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, საბედნიეროდ არც ერთი სერტიფიცირებულ კომპანიას, რომელიც ციფრი იკითხეთ და 22 კომპანია გვყავს ჩვენ უკვე ამ წელიწად ნახევარში, რაც ეს კანონმდებლობა ძალაშია სერტიფიცირებული საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან კარგი ციფრი არის ამ მიმართულებისთვის. 22 სერტიფიცირებული კომპანია გვყავს და პრაქტიკულად დღეის მდგომარეობით საბედნიეროდ არც ერთი დარღვევის ფაქტი არ გქონია, სადაც აღნიშნული ბოდის გიხდით რა. ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იმისთვის, მოსახლეობისთვის, ვინც აპირებს საზღვარგან. ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იმ სერტიფიცირებული კომპანიებს შეიძლება თამამად ენდოს ჩვენი მოქალაქეები, არც ერთი შემთხვევა არ ქონიათ, რომ რაცაც დაპირდნენ, ის გააკეთეს. ანუ ჩაიყვანეს და იქ არ გადააკეთეს, უხეშად რო ვთქვათ. ასეა? კი, საბედნიეროდ ჩვენამდე არც ერთი საჩივარი ჯერჯერობით ამ კომპანიებთან მიმართებაში არ შემოსულოდა. მიზანიც, ადამიანებს სწორედ ეს იყო, რომ შეგვექმნა ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანს თუ წასვლა სურს, აუცილებლად რაღაც გზას ნახავს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ მაინც გადაწყვეტილი გაქვს, რომ პირობითად სამუშაოდ საზღვარგარეთ გინდა წასვლა, მიმართე დარეგულირებულ, ლიცენზირებულ ლეგალურ კომპანიას და ვიღაც ჩtildeოვანს და დამაულ კომპანიასთან უწახვალ და რისკებს ნუაიღებ. მიზანი სწორედ ეს არის. მაშინ რაღაცებს თქვენის ნებართვით გამოვტოვებ, რაც მნიშვნელოვანი არის. ციფრები იმიგრაციის კუთხით, მაგ კითხვებიც იყო. ამ წელიწად ნახევარში ეს შედარებისთვის იქნება ძალიან კარგი, ვთქვი, რომ დაახლოებით 2015-დან 23 წლამდე ჯამში რეგისტრირებული სამინისტროში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს რეგისტრაციის ვალდებულებას ისწავლების დადგენილებაც აჩენდა კომპანიების მიმართ, იმის გამო, რომ შესაბამისი მერე აღსრულების მექანიზმები სამართლებრივად არ არსებობდა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაბამისმა სექტორმა კარგად იცოდა, ჯამში იყო 2780 ზუსტად მახსოვს. შესაბამისად წელიწად ნახევარში, ანუ იქ 8 წლიანი პერიოდი და მე წელიწად ნახევარ პერიოდში გვაქვს თითქმის 40
დღის გამარობით უკვე 40000 იქნება, იმიტომ რომ აქ კითხვა იყო ასევე სიხშირესთან დაკავშირებით, რამდენად ხშირად ახლდებაო ინფორმაცია აღნიშნულ სისტემაშიო. თამამად შეგიძლიათ გითხრათ, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 50-დან 100-მდე უცხოელის რეგისტრაცია გვაქვს სისტემაში. ანუ დაახლოებით ამ ციფრებით იზრდება ყოველდღიურად ჩვენ სისტემაში მონაცემები. ეს არის 10 აპრილის მდგომარეობით ამოღებული ციფრი, რომელსაც დღეს უკვე რა თქმა უნდა 40000-ზე გადაცილებული იქნება. არის უკვე სწორედ ხას უსწავლ ლეგალურად. რაც ვიცით და ვინც მოგმართავს. ხო, ეს არის ვინც რეგისტრირებულები არიან ჩვენთან. მომებზე აღარ გავამახვილები ბატონმა გიორგიმ დეტალურად გაგაცნოთ კონკრეტული სტატისტიკა ქვეყნების მიმართულებით, აქ სფეროებიც არის სლაიდზე. ძირითადად რომელ ტოპ-10-ული რომელ სფეროებში არიან, IT სექტორი რა თქმა უნდა ლიდერობს, ეს გასაკვირი არც არის. რაც შეეხება ასევე ეს 40000 რამდენად სრულად მოიცავს არსებულ რეალობას საქართველოსშიო. კითხვა იყო ბატონმა გიორგიმ ამას უპასუხა უკვე, მაგრამ ჩავშლი მე თქვენის ნებართვით, რომ გამოწვევები კვლავ აღნიშნული მიმართულებით რჩება. ოფიციალური სტატისტიკა ჩვენს გარდა საქართველოსში რა თქმა უნდა ამ მიმართულებით სხვა უწყებას არ აქვს და ვერ ექნება. მაგრამ პირობითად თუ საზღვრის კვეთის მონაცემებს დავეყრდნობით 22-23 წლებში 24 წლის მონაცემები ჯერჯერობით ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ამ სტატისტიკას არ გამოვიყენებ. ოფიციალურად რაც ხელმისაწვდომია 22-23 წლის მონაცემები 250000-ზე მეტი უცხოელი აქვს საქართველოს შემოსული, რომელიც მინიმუმ 6 თვე გაჩერდა ქვეყანაში. შესაბამისად ეს ჩვენ გვაძლევს გონივრულ ეჭვს იმისას, რომ ეს ციფრი ჩამორჩება 50 და 40-ია რეგისტრირებული. ხო, აუდიო იმ 250-ში რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ყველა შრომითია. ჩვენ აქ ხო საუბარი გვაქვს რომ ვინც დასაქმებულია. 6 თვე და მეტი ვინც დარჩა. ეს არის ვინც უბრალოდ საზღვრის კვეთის მონაცემებით საქართველოში შემოვიდა და ხო, ამიტომ ეს ჩვენ გონივრულ ეჭვს რა თქმა უნდა გვაძლევს რომ 40000-ზე ბევრად მეტი არის. ბინადრობის მონაცემებს რაც შეეხება, ბინადრობის მონაცემები დღეს მდგომარეობით უკვე ჩამოგრჩება. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა სწორედ იმ გამოწვევებით, რომ ის ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უვიზად შემოდიან და საქართველოში 130 ქვეყანაზე მეტი არის, ვინც საქართველოში უვიზოდ შემოდის, მაგრამ განსაკუთრებით ხაზს გაუსმევდი იმ 97 ქვეყანას, რომელთანაც ერთწლიანი უვიზო მიმოსვლა გვაქვს, ანუ პრაქტიკულად 10 წლის განმავლობაში შემოსასვლა და დასარჩენად არც ვიზა ჭირდებათ და არც ბინადრობის მოწმობა ერთადერთი ვალდებულება ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის კუთხით. რა თქმა უნდა, ბინადრობის მონაცემები ჩვენ ციფრებთან უკან არის. მაგრამ ნუ რეალურად ჩვენ ეხლა ბატონ გიორგი შეგიძლიათ გითხრათ. ანუ ჩვენ ეს სოფლიო მიგრაცია შრომითი მაჩვენებს. სოფლიო მიგრაცია, სოფლიოში ეს არ ახალია. ხო, ყველას ჩვენიდანაც მიდიან, ჩვენთანაც შემოდიან და შემდეგ. თემა არის, რომ სახელმწიფოს მონიტორინგი იქონდეს ამაზე და ჩვენ კანონში ცვლილებაც შევიტანეთ. მაგრამ თქვენ რას არ ბრძანებთ ახლა ყურეთ, ერთი მხრივ გვაქვს 40000-მდე რეგისტრირებული, ვინც ნებართვით მუშაობს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს საქმის კურსია, მაგრამ აქ არის დაახლოებით 250000, რომელიც სახელმწიფო გადამოკვეთა, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვით, ერთ წლამდე აქვთ უფლება, ხო, რომ იყვნენ ქვეყანაში, მუშაობენ თუ ისვენებენ თუ ტკბებიან და ვერ ვიტყვით ზუსტად, ხო? მაგრამ აბა ასეთი თემა გვაქვს. რა არის ახალი, კი არა და სოფლიო პრაქტიკაში ისეთი რომ და ვინ აღასრულებს რომ აი ეს რომ მუშაობს, რომ აქვს თუ არა უფლება. აი ეს მექანიზმები რომ უფრო კაფეო გითხრათ და რა არის საუკეთესო პრაქტიკა. და ჩვენ შემთხვევაში ვინ უნდა განახორციელოს ეს საპატრულო თქვენ რამე სამსახური გაქვთ სამინისტროს თუ ვისი პრეროგატივა ეს იქნებოდა ალბათ. მოგესალმებით. ერთი კითხვა მაქვს. შემოვიდა 1 წლით და მას აქვს უფლება დარჩეს 1 წლის განმავლობაში, მაგრამ საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკით მას არ აქვს მუშაობის უფლება. აქ თუ ვაკონტროლებთ ამას, მან აიღო სამუშაოს უფლების, ანუ აქვს უფლება და ისე მუშაობს თუ უბრალოდ შემოვიდა 1 წელი გაჩერდა და მუშაობს. მადლობა შეკითხვებისთვის, ძალიან კაი კითხვებია. რაც შეეხება აღსრულებას ამოწმებს თუ არა, პრაქტიკულად ორივე კითხვას უპასუხებს.
აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით უვიზო მიმოსვლა თავის თავში არ გულისხმობს მუშაობის უფლებას. ეს არ არის განსხვავებული არც ჩვენთან, ისევე როგორც მთელ სოფლიოში. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ძირითადად ტურისტული მიზნების მოკრევადიანი ბიზნეს ვიზიტი, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მუშაობის უფლება საქართველოში არის ეგრეთ წოდებული ჩვენთან რეგისტრაცია. ანუ არც ერთ უცხოელს ის არის უვიზო მიმოსვლის ქვეყნის მოქალაქე თუ სავიზო ქვეყნის მოქალაქე არ აქვს უფლება საქართველოში ჩვენთან რეგისტრაციის გარეშე იმუშაოს. ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. ანუ ოფიციალურად იმისთვის რომ სამუშაო უფლება მოიპოვოს, ვალდებულია რომ იყოს ჩვენთან რეგისტრირებული. ზუსტად. უბრალოდ ამას ბოროტად იყენებდნენ აქამდე რომ რეალურად აი ხა ზუსტად პასუხისმგებელი ვართ ჩვენ. ანუ აღმასრულებელი ყველგან არის შესაბამისი შრომის სამინისტრო და მის დაქვემდებარებული უწყებები. ჩვენ შემთხვევაში საველე პირობებში, ეს პასუხისმგებლობა ორად გვაქვს გაყოფილი, ანუ ერთი ასპექტი, რომელიც გულისხმობს რეგისტრაციას, რეგისტრაციის მონიტორინგს, ვადების კონტროლს და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი სამსახური. რაც შეეხება უკვე საველე პირობებში აღსრულებას, ანუ გამოვლენას პირობითად არარეგისტრირებული უცხოელის გამოვლენას და შემდეგ ეს არის ჩვენს კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებული სიპი შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რა თქმა უნდა, შემოწმებებს, ინსპექტირებებს, რათა მოახდინოს აღნიშნული ფაქტების გამოვლენა. ამის მექანიზმები დღეს უკვე, რა თქმა უნდა, გვაქვს. ინსპექციაც მუდმივ რეჟიმში ახდენს ამ ყველაფრის აღსრულებას, გამოვლენილი შემთხვევების, დარღვევების შემთხვევაში ჯარიმების, ფულადი ჯარიმების დაწერას. ეს პრაქტიკა საკმაოდ კარგად შესწავლილი გვაქვს გადმოღებული. აი მაგ ნაწილში თქვენ რასაც ძალიან მესმის ათუთი თემა ცოტა. მათ შორის სამშენებლო სექტორში შეიძლება ბევრი კონდეს ასეთი გამოწვევა. მათ შორის მომსახურების სფეროში და ასე შემდეგ. ეს ერთია რომ მიდის და რაღაც საბუთი უნდა კონდეს, ან იმის სახელი და გვარი უნდა რეგისტრირებული იყოს თუ მუშაობს, ხო? ყველა ვარიანტში თქვენთან. სავალდებულო. და თუ არ არის, ამის შემდეგ რა ხდება? ვაჯარიმებ და შეიძლება აგრძელებს. ანუ ჩვენ დეპორტაციას ექვემდებარება რაღაც მექანიზმი გვაქვს და საუკეთესო პრაქტიკა რა არის? ეს მგონია რომ შეიძლება ჯარიმა ერთი იყოს, ის ან გადაიხდის ან არა. იმიტომ რომ დარღვეულია ყველაფერი და შეიძლება მისთვის ნაკლებ ხო და ამ შემთხვევაში შეიძლება იქიდან გავიდეს და სხვაგან დაიწყოს მუშა. ანუ ჩვენთვის რა იცვლება და აქ საუკეთესო ის რა გვაქვს? ან რა უნდა შევცვალოთ რომ ჩვენ ეგეთი თემები მაქსიმალურად დავასრულოთ? აი ეს ნახეთ, ჯარიმასაც შეეხება, აქ შეგნებულად გვაქვს მექანიზმი ისე აწყობილი, რომ მის დამსაქმებელს, ანუ იმ ობიექტს ვაჯარიმებთ, ვისთანაც მუშაობს, რომელიც ვერ გაიქცევა, ვერ დაიმალება და პასუხისმგებლობას ვერ აარიდებს. ამავდროულად ჯარიმასთან ერთად, რა თქმა უნდა, მე ამ ობიექტს ევალება ამ ყველაფრის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა, ანუ ამ უცხოელის რეგისტრაციის ვალდებულება. რაც შეეხება საუკეთესო პრაქტიკას, საუკეთესო პრაქტიკა სოფლიოს ჯერ არ მოუგონია, რაც არის ეგრეთ წოდებული ნებართვების სისტემა, რომელიც ჯერჯერობით რაც ჩვენ არსებულ მექანიზმზე საუკეთესო, ეს არის სპეციალური ნებართვების სისტემა, რომელიც პრაქტიკულად მთელი მსოფლიო იყენებს, ანუ ეს არის უცხოელი სანამ საქართველოში ჩამოვა, ამ შემთხვევაში საქართველოს არ აქვს, თქვა, იმ კონკრეტულ დანიშნულების ქვეყანაში ჩავა, უნდა მოიპოვოს სპეციალური ნებართვა და მხოლოდ ამ ნებართვის მოპოვების მერე აქვს ჩასვლის უფლება. ჩვენთან რაც არის ეს რეგისტრაცია ადგილზეც აქვს ხელმისაწვდომი ამ უცხოელს, ან პირობითად ტურისტად რომ შემოვიდეს და ნახოს დამსაქმებელი ადგილობრივი გააფორმოს მასთან ხელშეკრულება, აქვს უკვე სამუშაო უფლების დაწყების უფლება და ამ გაიაროს ადგილზე მისმა დამსაქმებელმა დაარეგისტროს, ხო ეს რაც მნიშვნელოვანია, თვითონ უცხოელი კი არ რეგისტრირდება ჩვენთან ამ სისტემაში. ანუ მისი დამსაქმებელი გადის პირველ რიგში რეგისტრაციას და ის არეგისტრირებს ამ უცხოელს როგორც ჩვენთან დასაქმებელს. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენის ნებართვით დროს გართმევთ, მაგრამ ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან უნიკალური მექანიზმი თითოეულ უცხოელს ვანიჭებთ რეგისტრაციის მომენტში უნიკალურ ნომერს. ეს არის სურათისთვის რომ წარმოიდგინოთ, აი როგორც ჩვენ გვაქვს საქართველოში 11 ნიშნა უნიკალური ნომერი, რომ გვენიჭება და დაბადების მომენტში და მთელი ცხოვრება გვჩება. ანალოგიურად ამ უცხოელებს რეგისტრაციის მომენტში ენიჭებათ უნიკალურ ნომერს, რომელიც მთელი ცხოვრება მერე ამ უცხოელს თუნდაც 50 წლის მერე დაბრუნდეს, რჩება შესაბამისად იდენტიფიცირება ამ უცხოელის
ბევრად მარტივდება, თუნდაც შეცვლილი პასპორტით ჩამოვიდეს, ეს მექანიზმი ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად შემუშავებული გვაქვს, ამიტომ იდენტიფიცირებას მე ამა თუ იმ უცხოელის ამარტივებს. უბრალოდ გამოწვევად გვჩება ის, რომ დღეს არსებული პრაქტიკით არ გვაქვს პრაქტიკულად რეგისტრაციაზე უარის თქმის მექანიზმი. ანუ არასასურველი შეიძლება ცუდი სიტყვა უცხოელებისთვის დასაქმებაზე უარის თქმის აპრიორში მექანიზმი, რაც ერთ-ერთი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ბევრი სხვა ქვეყნისგან. ესე იგი დასანერგი გვაქვს ეგ ალბათ, ხო? ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაცა წინადადებები გავიაროთ უნდა, რომელიც ამ გამოცდილებას გაითვალისწინებს ჩვენთანაც, რომ დავიცვათ ჩვენი მაგაზე ვსაუბრობდი სწორედ, როცა ხაზი გაუსვი კონსულტაციებს, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩვენ კოლეგებთან სხვადასხვა სამინისტროებს გულისხმობ და უწყებ, სწორედ მაგას გულისხმობდი და რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება უნებრივია საქართველოს პარლამენტში შემდგომ. ხო, აუცილებლად ალბათ მაგას ვერ ავწდებით. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვეთ მე რაც გაგონილი მაქვს. მაგალითად პოლონეთში ხა ძალიან დიდი მიგრაცია იყო უკრაინიდანაც და სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც. იმათ აქვთ ეგეთი სტატისტიკა, რა სფეროს წარმომადგენლები სჭირდებათ ქვეყანას ყველაზე მეტად. და ეს სამუშაო ვიზა თუ სამუშაო უფლებას ანიჭებენ ზუსტად იმ ადამიანებს, რომელიც ქვეყანას ყველაზე უფრო სჭირდება. ეს პროფესიული იქნება თუ სამუშაო რაღაცა კონკრეტული მიმართულება ბიზნესის, შეიძლება სოფლის მეურნეობის და ასე შემდეგ. და ძალიან მომეწონა ეს მოდელი, არ ვიცი რამდენად შეიძლება ეს მოერგოს ჩვენს რეალობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ კარგი იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ. მადლობა. მინდა გითხრათ, რომ პროფესიების იდენტიფიცირებას რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და ბევრი აქ გაკეთებული უკვე ეს ვიცი თანამდებობით. ჩვენც რა თქმა უნდა ხელს უწყობთ მათ ამ სტატისტიკის ჩამოყალიბებისთვის და გამართვისთვის. საქართველოს პარლამენტსაც აქვს წინა მოწვევებში გადადგმული ამ მიმართულებით ნაბიჯები დეფიციტურ პროფესიებს შეეხება ეს. და არის უამრავი დეფიციტური პროფესია, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ უკვე გვაქვს ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ჩამორჩენები არსებობს. ზოგადად მინდა გითხრათ, მინდა მიმართო საზოგადოებას აქ შეკრებილ საზამის გვიყურებს. ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ წინააღმდეგი. კიდევ ერთხელ ხავს უსვავ ღია შრომითი ბაზრის და ღია შრომითი ბაზრის თამაშის წესების და პრინციპების. ქვეყანა არის გახსნილი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი გამოცდილება გაგვიზიაროს, ცოდნა გაგვიზიაროს, დასაქმდეს საქართველოში, მაგრამ ერთი რაც უნდა იყოს ამოსავალი, ეს უნდა იყოს სრულიად ლეგალურად. აქ არ უნდა მიმდინარეობდეს ჩრდილოვანი პროცესები და ამ პროცესებს ტოტალურად უნდა აკონტროლებდეს ქართული სახელმწიფო. ისევე როგორც აკონტროლებს მაგალითად გერმანიის რესპუბლიკის მთავრობა, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა, როგორც დიდი ბრიტანეთის შეერთებულ შტატებში რა პროცესები დაიწყო კი უყურებთ. და ფაქტობრივად ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია იქიდან. ის ქვეყანა, რომელიც ამ პროცესებს არ აკონტროლებს და ვერ აკონტროლებს, რა თქმა უნდა, უდიდესი გადაულახავი გამოწვევების წინაშე დგება ადრე თუ გვიან. ამიტომ სანამ და გვიან არ არის, ჩვენ გვინდა ეს პროცესები მართოთ. ამაში არაფერი განსაცვიფრებელი არ არის და პირიქით უკვე რა თქმა უნდა ჩვენი ევროკავშირელი კოლეგები ევროკომისიიდან, რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოდიან ამ კონკრეტული მოწოდებებით. ეხლა ერთ ციფრზე შევჩერდები, აქ დაისვა კითხვა უკრაინელებთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყავს დღეს ქვეყანაში თითქმის 2500 ოჯახი დევნილი უკრაინიდან. იმის მერე რაც რუსული აგრესია დაიწყო უკრაინაში. საკმაოდ დიდი თანხები არის ამ მიმართულებით დახარჯული. ფაქტიურად ეს დევნილები გათანაბრებულები არიან ყველა უფლებაში ჩვენ დევნილებთან და საქართველოში ჩვენ დევნილი ყავს თითქმის 300,000 ადამიანი ჩვენი თანამოქალაქე სამწუხაროდ. და ამ მიმართულებით უამრავ პროგრამებს ვახორციელებთ. მინდა გითხრათ, რომ უკრაინელი დევნილების მოვლისთვის პირდაპირ ამ სტუდიის მნიშვნელობით შარშან ქართულმა სახელმწიფომ გაიღო თითქმის 10 მილიონი ლარი. წელსაც მინდა გითხრათ, რომ
დევნილთა სააგენტოში მათი რეგისტრაციის სტატისტიკა არის გაზრდილი. სულ რუსული აგრესიიდან დაწყებული დღემდე ჩვენ სხვადასხვა სერვისების განხორციელების მიმართულებით უკრაინელ მოქალაქეებზე და დევნილებზე დახარჯული გვაქვს თითქმის 25 მილიონი ლარი უკვე. და ეს თანხა, რა თქმა უნდა, წელს ასევე საგრძნობლად გაიზრდება. არავის უარს არ ვეუბნებით, ვინც მოდის ჩვენთან და ბაზებში რეგისტრირდება, ყველას ვეხმარებით. ასევე რამდენიმე უпроსოდ ერთი თვის უკან დავუშვით გამონაკლისი, რომ პრობლემა არ შექმნოდათ დევნილებს, მათ გაუხანგრძლივეთ ვადები ქვეყანაში უვიზოთ ყოფნის და ეს შემდეგ ზოგიერთმა მედია საშუალებამ ისე გადაფუთა, როგორც მათ გამოსდით ხოლმე ოსტატურად. ჩვენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც გვაქვს უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანების წინაშე, იოტისოდენად არ შევამცირებთ, უკან არ დავიხევთ არც ერთი მიმართულებით, მათ თანადგომას გამოუცხადებთ იმ დოზით და ისე, როგორც ფაქტიურად ჩვენ ტოლულებს ვეხმარებით. არის, რა თქმა უნდა, იქაც განსხვავება ძალიან დიდი, მაგრამ ის სერვისები, რომლებიც აქვთ, ჯანდაცვის სერვისებს გულისხმობ შესაბამის გასაცემლებს შემწეობას, ფაქტიურად მათ იმავე ოდენობით აქვთ, რაც ჩვენ დევნილებს, ისე რომ ეს დასაფასებელია და ეს დასანახია. მე არავის არაფერს არ ვაყვედრი, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, იმაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის ეგ დასამალი, მით უმეტეს საქართველოს პარლამენტში. ბატონ ზაზა მადლობთ ბატონო ირაკლი. შეიძლება არ გამოგეხმაროთ პირველში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გიორგი თქვენს. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც მსოფლიო 80-90 წლების შემდეგ გამოწვევის წინაშე, რასაც მიგრაციის პრობლემები ქვია, თქვენ აღნიშნეთ, რომ ისეთ ქვეყნები, როგორც ბელგია, გერმანია და საფრანგეთი აკონტროლებენ ამ მიგრაციულ პროცესებს, თუმცა მინდა აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ამ კონტროლისა დაახლოებით პროგნოზით გაეროს და ჯანმოს პროგნოზით დაახლოებით 25 წელიწადში ამ ქვეყნებში ძირძველი ფრანგების და ინგლისელების და მათი მოსახლეობა 50% ჩამოცდება, იმიტომ რომ შობადობაა დაბალი ძირძველ მოსახლეობაში და ემიგრანტებში მაღალია, ხუთცდება, აქ კი 2-ზე დაბალია. ამიტომ რა თქმა უნდა იმატებს ემიგრანტთა რაოდენობა. ამიტომ ჩვენ რაც 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ის მიზანი რაც დავისახეთ, ეს არის ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის შემცირება, შევძელით და პრაქტიკულად იცით, რომ ორციფრა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად განახევდა უმუშევრობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება დეფიციტური პროფესიები, დაწყებული ექთნის პროფესიიდან და დასრულებული სკოლის პედაგოგით. და ამ დროს არის როგორც ემიგრაციული, ისევე მიგრაციული პროცესები. ამასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, რომ უნიკალური კოდი მივანიჭეთო ყველა იმ ადამიანს, ვინც დარეგისტრირდა და ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რამდენი ოჯახი შეიქმნა ამ უნიკალური კოდით ან 40,000 დარეგისტრირებული ადამიანიდან. როგორია შობადობა, როგორ რეგისტრირდება უცხო ქვეყნის ადამიანი, როდესაც აქ აჩენს ახალშობილს ამ შემთხვევაში და ამიდან გამოწვეული, მინდა თქვენი წლების სტატისტიკით გითხრათ ციფრი, როგორია ემიგრაციის შეფარდება საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, რათა ჩვენ სწორად განსაზღვროთ ჩვენი დემოგრაფიული პოლიტიკა მომავალ 10-20 წელიწადში. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ისეთი მით უმეტეს მცირე რიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა და ყველაზე მთავარი ნიშა არის, როგორია შობადობა მიგრანტებში, როგორია ემიგრაცია და როგორია შეფარდება მიგრანტ-ემიგრანტის. აი თუ გაქვთ ეს მონაცემი, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ რო ეს მოვისმინოთ. მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვა, უბრალოდ სამწუხაროდ ეს ციფრი არ მაქვს ეს უფრო ანუ შობადობასთან და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით ამ მონაცემებს ჩვენ ვანიჭებთ, მაგრამ რა თქმა უნდა ფუნქციონალურად მე ეს კოდი გადაეცემა იმ შესაბამის უწყებას სხვა მიზნების იდენტიფიცირებით. ამ შემთხვევაში შობადობის რეგისტრაცია, ოჯახის რეგისტრაცია, ეს უკვე არის იუსტიციის სამინისტროს სიბ სერვისების განვითარების სამინისტრო. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ანუ მე შეგვიძლია შევაბოს უბრალოდ დღის მდგომარეობით ეს ციფრი. დიდი მადლობა. სხვა შორის დღევანდელი კომიტეტი ასევე გამორჩეული იყო, იმიტომ რომ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა ლომინაძეს გვესწრებოდა, აქტიური იყო.
ტრადიციულად. ხო, მინდა მადლობა გითხრათ დღევანდელი თქვენი პრეზენტაციისთვის. მნიშვნელოვანი დეტალი რა არის, რომ სახელმწიფო 20-23 წლის შემდეგ განსაკუთრებით ვალდებულებად დაიღო, რომ მონიტორინგი განახორციელოს ამ შრომით მიგრაციაზე. მოვისმინეთ ის, რომ დაახლოებით 40,000-მდე ლეგალურად არის, ასე ვთქვათ, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არის ასევე გამოწვევად და გონია, რომ უფრო მეტი არის დასაქმებული და ბუნებრივია ჩვენ ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, ისევე როგორც ღია შრომის ბაზრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ ალეგალებს რაღაც მიეცეს საშუალება, როგორც უნდა ისე არა. ყველაფერს აქვს თავისი ნორმა, კანონი და შესაბამისად უნდა აღვასრულოთ. ჩვენ კომიტეტი, ისე როგორც მთელი პარლამენტი მზად ვართ თუ ინიციატივები იქნება, როგორც შეიძლება ვებრძოლოთ და შევებრძოლოთ, რომ სამართლიანობა იყოს ამ სექტორში, ჩვენ ამ ასე ვთქვათ გამოწვევაში მივიღებთ მონაწილეობას, რომ გადაილახოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. დღევანდელი კომიტეტისთვის და თუ კითხვები არ გვაქვს დავასრულოთ. დიდი მადლობა, კომიტეტი დასრულებულია.